Ევროკომისიამ ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მე-6 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საერთო ჯამში საქართველო განაგრძობს ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო. კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა. საქართველო ჩაერთოს კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელშიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ წინა ანგარიში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ასევე მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილ სინდისიერება და ეფექტურობა. ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯერ სრულად არ მოუხდენია ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ძალიან საგანგაშო არის ის დასკვნა, რაც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, იმიტომ რომ მე შემიძლია შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არ არის შეუქცევადი პროცესი. არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა საქართველოსთან დისპროპორციულად გაიზარდა და ის მზარდი დინამიკა 87%-ით გაზრდა თავშესაფრის მაძიებლების საქართველოსთან ევროკავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას. 100.000-მდე ქართველი წავიდა წინა წელს ქვეყნიდან და ჯამში ამ ადამიანების 80-85% არის ახალგაზრდები, 35-40 წლამდე პირები და ბუნებრივია ხა ამის ნაწილი პოლიტიკური თავშესაფარის ხაზით მიდის, ნაწილი რაღაცა სხვა არალეგალურად მიდის და ხალხი გარბის სახელმწიფოდან და ეხავს პერსპექტივას. ამიტომ მნიშვნელოვანი მათ შორის მომდევნო არჩევნებზე მდგომარეობა შეიცვალოს და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება, რომ ხალხს პერსპექტივა, იმედი გაუჩნდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების და ოჯახის რჩენის. ის რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა უბიძგებს ადამიანებს, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან, წავიდნენ ქვეყნიდან, რომ ლუკმა ფულის საშოვნელად, რომ აქ საკუთარი შვილები, საკუთარი მშობლები შეინახონ, სწორედ ამან გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა და სწორედ ამიტომ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. ორი მთავარი ნაკლოვანება არის ამ ანგარიში გამოხატული. ერთი ეს არის დიახ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა. თუმცა ეს ზრდა გამოწვეულია ასევე იმით, რომ 2021 წელს კოვიდის პერიოდი იყო და შესაბამისად ასე ვთქვათ, გადაადგილება და მობილობა შეზღუდული იყო, ამიტომ 2022-ში ეს ციფრი გაიზარდა. არის რიგი პრობლემური საკითხებისა, მაგალითად არც ერთ ჩვენ მეზობელს, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს და არც რუსეთს, თურქეთს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ჩვენ ახლა არ ვართ იმ ვითარებაში, რომ ჩვენ მეზობლებს სავიზო რეჟიმი დაუწესოთ, ამიტომ აქ რა თქმა უნდა საქართველოს სპეციფიკა უნდა იყოს გათვალისწინებული. პოზიტიური ანგარიში არის, მათ შორის თუ შევადარებთ წინათის ანგარიშს, ამიტომ ძალიან კარგია რომ პოზიტიური ანგარიში არის, რა თქმა უნდა არის რეკომენდაციები გამოთქმული და ჩვენ ამ ანგარიშს როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, სერიოზულად მოვეკიდებით და მიუყვებით მის შესრულებას. ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ქართული ოცნების მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან უფრთხილდებით და რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგა. ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ, რამე საკითხი თუ იქნება გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესეთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან, ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება და კიდევ ერთხელ სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ არის ლიდერი განხორციელების რეფორმებისა, ამიტომაც იყო რომ 2017 წელს ჩვენ გაგვეხსნა ვიზის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ამ დამსახურებას ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ეს დამსახურება შეინარჩუნოს.